ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი ჰარვარდი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ღიად უპირისპირდება. 21 აპრილს უნივერსიტეტმა ბოსტონის ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რათა შეაჩეროს $2 მილიარდ 200 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დაფინანსების გაყინვა. ფინანსური ბლოკადის მიზეზი ჰარვარდის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვით უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა არ ემორჩილება ადმინისტრაციის მოთხოვნებს, როგორებიცაა სტუდენტთა აქტივობის შეზღუდვა, უნივერსიტეტის მმართველობის პოლიტიკის რეფორმა, საერთაშორისო სტუდენტების მიმართ კონტროლის გამკაცრება და ზოგიერთი სტუდენტური კლუბის დისკვალიფიკაცია. ჰარვარდის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ალან გარბერი ამბობს, რომ ჰარვარდი არ დაუშვებს მთავრობა ჩაერიოს აკადემიურ გადაწყვეტილებებში. მისივე თქმით, გრანტების გაყინვა არა მხოლოდ ჰარვარდის კვლევით საქმიანობას აზარალებს, არამედ საფრთხეს უქმნის ამერიკის გრძელვადიან ინტერესებს მეცნიერების, უსაფრთხოებისა და ინოვაციების სფეროში. დღეს ჩვენ ვიცავთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც ამერიკული უმაღლესი განათლება მსოფლიო შუქურად აქცია, ნათქვამია გარბერის ღია წერილში. ტრამპის ადმინისტრაცია კი თავის მხრივ ამტკიცებს, რომ უნივერსიტეტებში მხოლოდ ვლინდება განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია. სწორედ ამიტომ გახდა საჭირო ახალი წესების შემუშავება. ამავე მოთხოვნების ფარგლებში ჰარვარდს მოუწოდებს აუდიტი ჩაეტარებინათ და გაეგოთ პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა პოლიტიკური შეხედულებები, რაც უნივერსიტეტმა აკადემიური თავისუფლების შეზღუდვად შეაფასა. ამ დაპირისპირებამ კიდევ უფრო გაამძაფრა დაძაბულობა ფედერალურ მთავრობასა და აკადემიურ დაწესებულებებს შორის. ექსპერტები თვლიან, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ ერთ უნივერსიტეტს, არამედ მთლიანად იმ პრინციპებს, რომლებზეც ამერიკის უმაღლესი განათლება დგას. უმაღლესი განათლების ამერიკულმა საბჭომ და სიტყვის თავისუფლების დამცველმა არაერთმა ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა ჰარვარდის უნივერსიტეტს. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის პრეცედენტული საქმე, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო ძალაუფლების საზღვრებს აკადემიურ სივრცეში.